კლივ ბარტონი, ჯეისონ ნიუსტედი და რობერტ ტრუჰილიო. წავედით. შორის კლივ ბარტონამდე იყო რონ მაკგონი, რომელმაც ბენდი მალევე დატოვა, ასე რომ გადავახდეთ ამ ადამიანს. კლივ ბარტონი ალბათ მეტალის ისტორიაში ყველაზე სასურველი, ყველაზე საინტერესო, ტექნიკური, ძალიან მაგარი ბასისტი იყო. გაგახსენდებათ სიმღერები, რომლებშიც უნიშნელოვანეს როლს ასრულებს კლიფი. ალბათ ამ ბენდის საყრდენი იყო კლივ ბარტონი და ვიტყოდი რომ სამივე ბასისტი საყრდენის როლს ასრულებს საბოლოო ჯამში. ისეთ კარგ და საინტერესო პარტიებს უკრავდა, თუნდაც არა კონკრეტულად ბასურ პარტიებს შეიძლება სოლოც კი ჩაესვა სიმღერაში და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის რომ უამრავი ადამიანი და ძალიან ბევრი ბასისტი და თუნდაც ნებისმიერი მუსიკოსი, როცა მეტალიკაზე საუბარი მიდის ხოლმე, მაინც ამოყოფენ კლივ ბარტონს, თუნდაც იმის გამოც, რომ მან სიცოცხლე ძალიან ტრაგიკულად დაასრულა ერთ-ერთი ტურის დროს, როცა მანქანა გადაუბრუნდათ ავარიაში მოყვნენ, როგორც პირკი იხსენებს, ამ ქაოსში ყველას თმა ესმოდაო. ერთადერთი ადამიანი, ვის იხმაც ვერ გავიგე, ეს იყო კლიფიო. ის დროს სულ სხვანაირი იყო მეტალიკა. რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია მთლიანად შეცვალო ასეთი ბასისტი. შეცვლას რაც შეეხება, კლიფის გარდაცვალების შემდეგ მათ აიყვანეს ჯეისონ ნიუსტედი, რომელიც ჩემი აზრით, როგორც პერსონაჟი, რატო ამბობ ხშირად პერსონაჟს? ქართულად შეიძლება ისე ჟღერს სხვანაირად, მაგრამ characters ეძახიან. ჯეისონის დაკროლში იყო სულ სხვანაირი საუნდი, რაღაცნაირი რკინის ხმა მოქონდა, აგრესიულად უკრავდა და მინდა ისიც გითხრათ, რომ ბათაშორის იყო არაჩვეულებრივი კომპოზიტორული ნიჭით დაჯილდოვებული. რამოდენიმეჯერ სცადა საკუთარი მუსიკის კეთება, რისი წინააღმდეგებიც იყვნენ ჰეტფილდი და ულრიხი. შესაბამისად, მათი უთანხმოების გამო ჯეისონმა ბენდი დატოვა, თუმცა ჩემი აზრით ჯეისონ ნიუსტედი იყო ამ ბენდისთვის ზედგამოჭრილი ბასისტი, ყველაზე მეტად უხდებოდა და ყველაზე მეტად ჯდებოდა ემოციურ ფონში ამ ბენდის. ხოლო ჯეისონ ნიუსტედის წასვლის შემდეგ ბენდში მოვიდა რობერტ ტრუჰილიო, რომელმაც სულ სხვანაირი საუნდი შემოიტანა. მთლიანად დატვირთვა წავიდა გიტარის ეფექტებზე და ბასი აძლევს ულამაზეს რბილ და სხვათა შორის ძალიან ძლიერ საუნდს. ტრუჰილიო არის საოცარი ბასისტი, როგორც მოგეხსენებათ, იგი ოზისთან უკრავდა თავის დროს და რამოდენიმე კარგ ბენდში. მე მახსოვს ჩემმა ერთ-ერთმა ფოლოვერმა კომენტარებში დაწერა, რომ რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მაგრები ხდებიანო. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი ამისა არის ტრუჰილიო. მეტალიკა გახადა უფრო ყოვლის მომცველი საუნდს გულისხმობ, რა თქმა უნდა. მოკლედ, თუ ვიდეო მოგეწონათ, follow არ დაიშუროთ მეგობრებო და მითხარით თქვენთვის რომელი იყო ყველაზე მაგარი ბასისტი ამ ბენდისთვის.